მე უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი რა. აი მიშას პატრიოტობაზე ორ სიტყვას ვიტყვი ჩემ შეხედულებებს რა. ბატონი მიშა სააკაშვილი. აი რა ვიცი რა ციდან მოფრენილი მოვიდა პრეზიდენტად. ამ ადამიანს რო სტარტი ქონდა არც ერთ მეფეს არ ქონია ეგეთი ჩაბარებული სტარტი. დასავლეთი ოქროთ პუტინიც თავიდან ნორმალური განწყობით ოქროთ ყველანი ოქროთ ივანოვი ჩამოფრინდა რომ რაღაცა წარედგინა საზოგადოებისთვის და ამისგან ელოდნენ როგორც ზალატოვი მალჩიკისგან ყველაფერს კარგს. აბა ამერიკა მიქიდან, აბა რუსეთ მაქედან. არ იყო რაღაცა ელემენტარული რაღაცა აი განათლებაზე არ ვამბობ, შეიძლება განათლებული იყოს ადამიანი, მაგრამ აი არ იყო ელემენტარული კულტურა რა, კომუნიკაციის კულტურა არ იყო, მაგრამ იმის იქით სხვა რამე დავინახე, რომ ამერიკა აირჩია თავის ბატონად და მორჩა რა რუსეთი მიაგდო. შენ ქართველი ხარ, ჩემო მიშა პირველ რიგში და ამიტომ უნდა იცოდე, რომ ამერიკაც და რუსეთიც არის ორი უდიდესი სახელმწიფო, რომელიც შენ არასდროს არაფრად არ ჩაგთulis თუ დასჭირდა მას. ამიტომ ლავირება უნდა გაგეკეთებინა. ამ ლავირებას რო აკეთებდა ედუარდ ამბროსოვიჩი რაღაცნაირად, იმიტომ მოქესტეს ხო ნახე შენ თვითონაც რა და ეხლა აი მოდი რაღაცას გეტყვი რა პირდაპირ ეთერიდან არ ვიცი მოგივა თუ არა ეს სიგნალი, მაგრამ გეტყვი. შენი ნიჭიერება აბსოლუტურად ესე თუ ისე დახარჯე. თუ ეს დახარჯული ნიჭიერება აღმოჩნდა იურიდიულად არასწორად დახარჯულად, მაშინ შენ პასუხი უნდა აგო, რაზეც შენ ბრალი გაგწაყენებული. ეხა მოდი რა, თავი გაგონებე რა. შენ თუ საქართველოსთვის კარგი გინდა, გვაცალე ეხა ახალი ცხოვრების დაწყება, რომ დამშვიდდება ყველაფერი. ახალი ინვესტიციები შემოვა შენთვის საყვარელ ქვეყანაში, ახალი ხალხი ჩაებმება ამაში, მაგრამ იქიდან უფითილებ, ვიღაცაზე ჩაწერილი გაქვს რაღაცა, ვიღაცაზე ფული გაქვს გადახტილი და მოთრეული ყავს რა, შენ კერო რაღაცნაირად იმასკნა, დაითრიო ბოლომდე და ეუნები, ეს არის ის კაცო, აბა დავა 2016-მდე გადავაგდოთ ეს რუსეთუმეები, ეს ისინი რა ვიცი რა რუსეთთან შე რო იყავი რუსების გამოთქმა მინდა ჩაშკალოშკად ეგრე ვინ იყო შე კაი დედმამიშვილო მოდი თავი გაგვანებე თორე ფინთა დამთავრდება თქვენიც და ჩვენი ამბავით საქართველოს შენ თუ არეულობა გინდა არ დაუშვებს ხალხი ამ ამბავს რა ყველაფერს ფიცავარ არ დაუშვებს ხალხი არ დაუშვებს ხალხი შენ ხო არ გონია ოცნებას ვიღაცას დააბავან დაკერავან რამე გამო იმათად კონდე თავის შენი საქმე, მაგრამ ხალხს არ უყვარ ხარ ძმაო? გამოვალთ ქუძე კაცი კი არა, მაგ ოცნებასაც მოგაყოლებთ კისერში, რო იცოდე რა ზემო და ვინ შეთან კოჰაბიტაციაში არის რა. როგორც დავით ის რა გვარი არის ბაქრაძე, ბატონი დავით ბაქრაძე რო ჩანგლები და იმევით საბძოლელად უწევდა. ხო, აბა ძმებო გამო და თვითონ ჩემოდასალაგებ. შემოდლებით ნახევარი ნაციონალები ვინ გაходით, ვინ გამოходით, ყველამ კარგად ვიცი და თქვენ გიყვართ საქართველოს და ჩვენ აღარ გიყვართ საქართველოს. მოდი ძმურად მიშა თავი გაგვანებე და თუ რამე პასუხისგება გაქვს, ის ააგე პასუხი. თუ არა და მოგვეშვი რა. ეხლა ამას იმიტომ კი არ გეუნები, რომ ამას ტარს უკრავ მე ბოლომდე. არც ესენი არიან, კაი ხვითოები არიან ზოგიერთები, რო იცოდე აქ რა. და იმათ მოუწევთ კისერში წამორთქმა რა. მართლა გეუნები, მოუწევთ კისერში წამორთქმა. როგორც თქვენ გაგიშვით, ესევე გაუშვებთ ამათ, მაგრამ დესტაბილიზაციას ყველაფერს ვიცავარ. იმდენი ვართ ამ საქართველოში, ვისაც შენ არ უყვარ ხარ და ვისაც ოცნების საზოგადოების ნაწილი არ უყვარს, ხო? ბევრნი ვართ ძმაო და გამოვალთ მერე ჩვენ და კიდე აირევა მდგომარეობა, კიდევ დაიღრება ქართველი სისხლი და შენ ესე მარტო ამერიკა რო გშველის და იქ რუსეთი და რაღაცის ვერ გააკეთებ რა. აი მართლა სისხლს დახროს ყველა ქართველი იმისთვის რომ კიდე რამე არ მოხდეს რა. მე ვიცი ეხა მუხტი, ირაკლი მიცის მუხტი, შიგნით ვიცით რა ხდება. ესია ეს არ დაუშვებენ. მე პირადად არ დაუშვებ, ირაკლი არ დაუშვებს და ჩვენზე მეტი ბიჭებიც არიან და ვაჟკაცი ბიჭებით. არ დაუშვებთ რა. ამ საქმეს ოცნება აკეთებს ძალიან დიდი ფილტრის გავლით, ჩემო კარგებო. ეს ფილტრი არის ზუსტად ის დემოკრატიული პრინციპები. ამან რაღაც ცუდი რამ გამოიწვია იმ თვალსაზრისით, რომ ხმაზე
მოვიდა რა როგორც სიტყვიან რა ვიცი ამ ჟარგონს კი ვიხმარ გორლაზე მოვიდა ჩვენი ძვირფასი ნაციონალური მოძრაობა და რა გონიათ მათ რომ უნარი არ შეწევს მართვის ოცნებას და ამიტომ შეიძლება მიუხედავად იმისა რომ ხალხის ნაწილი ოცნებისკენ არის და ხალხის ნაწილი ნეიტრალშია ეხლა, მაგრამ არანაციონალების მხარეს, ამას ხას უსვავ, გონიათ რომ ეს საზოგადოება თუ ნაციონალური მოძრაობა დაიწყებს მოსვლას, ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს, არავითარ შემთხვევაში. ეს ხალხი ერთმნიშვნელოვნად რა აზრია გეტყვით? არანაციონალურ მოძრაობას და არა ოცნების იმ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვინც კოჰაბიტაციაში არის ნაციონალურ მოძრაობასთან და სამართლის აღსრულებას არ აძლევს, ან ძალას, ან მხარდამჭერას არ უცხადებს ამ ყველაფერს. მაგაშია საქმე.